რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობის საქართველოს კლავსიამონებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია 1 აპრილი, რაღაცნაირად ისე აღმოჩნდა რომ 1 აპრილსაც შევხვდით ერთმანეთს დაემთხვა ჩვენი სამუშაო დღე. მოტყუება ყოველ დღეს ალბათ ჩვეული მოვლენაა და ჩვენ წინ ამას არაფერი უდგას, მიჩვეულები ვართ, მაგრამ მოდი დღევანდელი დღე რაღაცნაირად პირიქით მოვინდომოთ და შევეცადოთ რომ არ გავუშვათ მსგავსი ენერგიები სამყაროში, კოსმოსში და ვიცხოვროთ მაქსიმალურად სიამოვნებით ორშაბათი დღის მადლით და იმედით რომ ყველაფერი იქნება კარგად. მთავარია მოვინდომოთ, ხელები დავიკაპიცოთ და შევუდგეთ სამუშაო კვირას. აი ვარსკვლავები მოგცემენ თუ არა ზურგის ქარს. ამას გავარკვევთ ბატონ მიხეილ ცაგარელთან ერთად დილამშვიდობის. მითია პლანეტები, მოგესალმებით, არ მოგვატყუებენ. ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, მინდა გისურვოთ კარგი გისურვოთ ყველას. და პირველში მოვიტანხმოთ რომ ძალიან მეკვირს რომ აი 1 აპრილს არის ესეთი მოტყუების დღე, ნუ გასაკვირი ამბავია. ეს რო ყოფილიყო მაგათ 1 მარტს, კი ბატონო, დავიჯერებდი, იმიტომ რომ მაშინ იქნებოდა თევზების ზოდიაქო, ვარსკვლავური პრინციპი და თევზები სამეულში შედის მათგვარა ნიშნების. კი ბატონო, იქნებოდა გამართლებული. მაგრამ ვერძი, ეხლა მზეგადის ვერძი კატეგორიულად ვერიტანს ვერანაირ წყვილს. აი ბატონო მიხეილ, ჩვენ დილით ვისაუბრეთ რომ ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც გრიგორიანულ კალენდარზე მოხდა გადასვლა, ბუნიობის დღესასწაულს უკავშირდებოდა და ზოგჯერ ამბობენ რომ 1 აპრილსაც ხდებოდა ამის აღნიშვნა. მაგრამ როდესაც უკვე 1 იანვარს გადავიდა, აღმოჩნდა რომ ზოგმა არ იცოდა ეს და აღმოჩნდა მოტყუებული. და ერთგვარი სიმბოლოც თევზია. მაგრამ არ გამბოვა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ვერძი ვერიტანს წყვილს და საერთოდ წყვილთან ეღავით ფრთხილად ვერძის პერიოდში. და რომ ვერძმა თუ დაგიჭირათ რომ ატყუებთ, მტრისას ისეთი ემოციური და აგრესიული რეაქცია აქვს, რომ მე შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადავიდეს. ამიტომ ვერძს არ აქვს ის დახვეწილი იუმორის გზნობა, ვერძი ძალიან პირდაპირია, კახური ფსიქოტიპის არის, ან ასეა, შავი ან თეთრია, მორჩა, ხო და თქვენი რაღაცას ატყუებთ და ყველა ვერძი კახელია. ეგ არ გამბოვა, ხო. ამიტომ მე არ მწვავ 1 აპრილი არავით არის ეს წყვილები და ამდაგვარი რაღაცა არ ვინდა პირიქით გავასვათ მაყურებელს. ისედაც სულ სიცრუეში ვცხოვრობ. დღევანდელი დღე მაინც მართალია აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში, რატო? ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, პირიქით რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია უნდა მივაწყოდოთ ერთმანეთს და მათ შორის მაყურებელს პირველ რიგში. ესე იგი, რა ხდება დღეს ცისკაბადონზე, რა მოვლენებია დახუნცლულია მოვლენებით კვირა. მინდა გითხრათ პირველი და ყველა სასკეთო მაინც ეს არის რომ პოზიტიურია მეტნაკლებად ენერგოველი წინაკვირისგან განსხვავებით და ეს უკვე გვაძლევს საშუალებას თითქმის ყველა ნიშანს, რომ მეტნაკლებად მდგრადად ვიგრძნოთ თავი. მაგრამ ეხლა გვაქვს საინტერესო მოვლენები. კონკრეტულად რა? აი დღევანდელი დღე დავიწყოთ დღევანდელი დღით. დღეს არის ჩვენ გავდივართ დაბნელებების თან პერიოდს. ხო, ეგრეთ წოდებული 25-ში იყო მთვარის დაბნელება, ეხლა 8-ში გველოდება ჩვენ მზის დაბნელება და აი ამ დაბნელებების პერიოდებს შორის დღეს არის შუალედური წერტილი. ზუსტად მათ შორის არის პერიოდი და შუალედური წერტილი ყოველთვის სახიფათოა ასტროლოგიაში რატო? მოვლენების მოულოდნელი შეცვლის დროა. აი დღეს შეიძლება რაღაცა გაგვთ დაგეგმილი აბსოლუტურად საწინააღმდეგო წავიდეს ყველაფერი. როგორც კარგად, ასევე ცუდი გაგებით. ამიტომ ვიყავით დღეს მზად. თუ რაღაცა ისე არ წავიდა, სულ სხვანაირად წავიდა, როგორც თქვენ გქონდა დაგეგმილი, იცოდეთ რომ შუალედური წერტილის ბრალია. მეტი არაფერი. უბრალოდ ამისთვის ვიყავით მზად, რომ ამან ზოგიერთ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს წონასწორობიდან, რაღაცა ისე არ წავიდა, როგორც მას უნდა, ხო? ეს ერთი. ხვანდელი დღე ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა და კომუნიკაციის ხდება ხვალიდან რეტროგრადული უკუმავალი 25 აპრილამდე. ეს უკუმავალობა ნიშნავს რას, რომ ახალი იდეების რეალიზაცია გართულდება. მოლაპარაკება გართულდება, საჭირო ინფორმაციის მოზიება გართულდება, ურთიერთგაგება შემცირდება. ანუ რატო? კოსმოსი გვეუბნება რომ მოვიდა დრო, როცა თქვენ დაუბრუნდეთ ძველს. ძველი საქმეები, იდეები, პროექტები, რომელიც ვერ შესულდა, სწორად არც არ იმართა, შეცდომა დაუშვით, თუნდაც ან გამოასწორეთ, ან გაანალიზეთ. რა მოხდა? ძველი ურთიერთობები, ძველი კონტაქტები, შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა, რატო ვერ შედგა, რატო არც არ იმართა, რა მოხდა? აქაც გაანალიზეთ, გამოასწორეთ, ხო? შეიძლება ძველი იდეები, მაგალითად, რომელიც თავის დროზე თქვენ გქონდათ, მაგრამ ნუ რაღაცამ შეუშალა ხელი. იპოვეთ. აბა განახორციელეთ ახლებურად. განავითარეთ. აი ამის დრო გვაქვს ჩვენ ახლა და არა სიახლეების.
ამიტომ ახალი იდეები, პროექტები, გრანდიოზული საქმეები აქ ძალიან ბევრ წინაღობებს შეხვდებიან. Საერთოდ თუ ვერანაირებს ვერ გაახორციელებს, არა, მაგრამ განხორციელება ახალი იდეების ექნება ძალიან დიდ სირთულეებთან და წინაღობებთან დაკავშირებული. აი ეს გავითვალისწინოთ. ეს ერთი. რაც თავია ეს რთულია კიდევ იმით, რომ რეტროგრადულობა, რომ საცობების ალბათობა მოემატებს. გზებზე ერთი ტექნიკური გაუმართლობის ალბათობა მაღალი და მესამე შეიძლება პროგრამული სისტემები მოიშალოს და ტექნიკას გაუჭირდეს საერთოდ მუშაობა. აქაც შეიძლება სხვა სახის რთულებმა ეჩინონ თავიანთ ტექნიკური კუთხით. აქაც უნდა ვიყოთ ცოტა ყურადღები და მე საერთოდ მინდა ვთხოვო ყველას, რომ სათანადო სამსახურები მაინც იყვნენ ახლა ცოტა ყურადღები. დაახლოებით 12 რიცხვამდე 12 აპრილამდე რას გულისხმობთ? ცოტა ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების ალბათობა მატლობს. და ვიღოთ ყურადღები და ეს დაგვირგვინდება არა მარტო იმით, რომ 8-ში გვაქვს ჩვენ მზის დაბნელება, არამედ ჩვენ 10 რიცხვში წინ ვიტყვი, გვაქვს მარსის და სატურნის შეერთება გვერდ-გვერდ. და მარსი, სატურნი ორი ბოროტი პლანეტა, როცა მათი ენერგიები ერთიანდებიან თანთებზების ზოდიაქოში. აქ ლოთობის ტენდენცია, ნარკომანიის ტენდენცია, ეკოლოგიური აბობოქრების, ტექნიკური პრობლემების ტენდენცია ძალიან მაღალია. ამიტომ სათანადო სამსახურები უნდა იყოს სათანადო, ეს არ ნიშნავს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ტენდენცია რადგან არის ყურადღება გჭირდება. და მოდი ამოშოთ კიდევ ერთი მშვენი მოვლენა, რომელიც ჩვენ პარასკევს გველოდება. პარასკევს ვენერა, სიყვარულის, ხელოვნების, ფულის, გარკვეულწილად მმართველი პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოში. მოგითხრათ, ვერტში უყვარს მას ყოფნა? არა. ურჩევნია კურო, ანთევზები მაგალითად, ხო? რატომ? იმიტომ რომ ვერტში არის ცოტა აგრესიული. სასკვალო ურთიერთობა, ამიტომ იღებს ცოტა აგრესიულ ფერს, სუსტრაფობა მოიმატებს, სიჯუტე გაზლიარდება და კამათისადმი მიდრეკილება. ეხლა საერთოდ მე ვთხოვ, ასაკუთრებით მამაკაცებს, მაქსიმალურ სიფრთხილეს. რატო? მანდილოსნები ძალიან აგრესიულები, ძალიან ასე ვთქვათ, კონფლიქტურები არიან და გაღიზიანებულები. ამიტომ ეს არის დროებითი მოვლენა, სადღაც 12-ის მერე ეს ყველაფერი ნელ-ნელა გადაივლის. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია რა, თორ ჩვენი სტეატს მზე გადის ვერძის ზოდიაქოს და მამაკაცებში ცოტა მომატებულია ეს აგრესია. ამიტომ დაუშვათ მანდილოსნების მხრიდან რაღაც პროვოკაციული, ასე ვთქვათ, სიტყვები ან გამოვლენებები არ გახდეს მიზეზი დაშორებისა და სერიოზული კონფლიქტების, იმიტომ რომ ეს მალე გადაივლის. საჭიროა მეტი ტაქტი, თავდაჭერა, მოთმინება, წინდახედულობა რო აქ არ ჩავერთოთ სერიოზულ კონფლიქტში და აქ საქმეთა გარჩევაში. აი ამას მეგწევთ კიდევ ყურადღება. და ასევე ვენერას ესე იგი შესვლა ამ ნიშანში ნიშნავს, რომ ფულთან ვიღოთ ყურადღებით. ფინანსური დაბანდება თუ თქვენ გინდათ ან რაღაც ამდაგვარი, საერთოდ მაინდამაინც რეტროგრადული მერკურის დროს სასტურველია, ეს არ არის, მაგრამ თუ აუცილებელია, მაშინ უნდა იყოს ძალიან კარგად მოფიქრებული, რომ ის თქვენ ინვესტიცია ჩაიდება ნამდვილად იმ სფეროში, სადაც რეალიზება მოხდება. თუ თქვენ ამაში დარწმუნებული არ ხართ, ჯობია ფულის დაკარგვას რისი ალბათობა აქ ჩვენ გვაქვს, ჯობია ისევ შეინახოთ ეს ფული და მე უკვე მაისში განახორციელოთ ან 25 აპრილის შემდგომ თქვენი დაუშვათ საინვესტიციო პროგრამა. ამასაც მეაქცევთ ყურადღება. ეხლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, ეგ ყველას მინდა უთხრა ერთი რამ, რომ რადგან დედამიწა მაინც შედარებით პოზიტიურ ენერგოველშია, მე იმედი მაქვს, რომ ის მაინც დაგვიცავს ამ ეკოლოგიური ტექნოგენური პრობლემების მაღალი ალბათობისგან ერთი და რა იცავს იმ ნიშნებს, რომელსაც ეხლა ცოტა რთული პერიოდი აქვს, მაგალითად იგივე კუროებს, ხო? თორემ მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ შედარებით მაინც გავიაროთ ნაკლებ ტკივნეულად, იმიტომ რომ თან ხა წარმოგიდგენთ კუროს აგზე ერთი ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში, თან გადის მზის და მთვარის დაბნელებების დერეფანს. ეხლა კატასტროფა პერიოდია. მაგრამ კურო ესეც უნდა არეგნობს ხა თავს, რატო? პოზიტიური ენერგოველის გამო პლუს იუპიტერი, ურანი და ასევე ხო, მფარველი ანგელოზი კუროში. აი დამხმარე საშუალებები მისთვის. ეხლა კარგი, დავიწყოთ ვერძის თողოთ, რომ არ ვაწყეინოთ ვერძს, კუროს რო გადავედი. ვერძი კარგი დროზე გადავედი. მაინც დავახასიათეთ ვერძი. ხოთორებ 300 ვერძის ცეცხლი დამწობს ვერე. ნამდვილად. ეხლა მოდით დავუშვათ ცეცხლოვანი ნიშანი, ვერძი ყველაზე აქტიურია, ყველაზე ენერგიულია, ყველაზე წარმატებულია, ყველაზე ქარიზმატულია. ყველაფერში წარმატების შანსია კარნახული. მაქსიმალურად დახმარებასაც იღებს ხვებისგან. პლუს თვითონაც ეხმარება. ამიტომ გინდა საქმემოქმედო პროგრამები, გინდა ბიზნეს საქმიანობა, გინდა პარტნიორული ურთიერთობა. ყველაფერში არის ძალიან მაღალ დონეზე. ამიტომ შანსები წარმატებისა, იდეების რეალიზაციის კუთხით შეიძლება ახალი თანამდებობა დაიკავოს, შეიძლება ახალი ბიზნეს საქმე დაიწყოს, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ნუ ვერძებო, ყველაფერში ეხლა გამართლება გაქვთ უმაღლესი წლის განმავლობაში. ერგოტონუსი ძალიან მაღალი. თქვენი გაჩერება ახლა შეუძლებელია. ამიტომაც
მე მესმის რომ ეხლა გინდათ ყველაფერი მოასწროთ მაქსიმალურად ეხლა არის ის დრო როცა მიდგეთ მოდგეთ ხალხი შეაწუხოთ იმოქმედოთ ხელშეკრულებები დადოთ მოლაპარაკებაც ეს ყველაფერი კარგია მნიშვნელოვანია უდაოდ მაგრამ დასვენებაც არ დაგავიწყდეთ და გართობაც არ დაგავიწყდეთ იმიტომ რომ მარტო ეს საქმე და სულ ესე შრომით სემესტრი ძალიან დაკლით მოდი ასე თქვა საბოლოო ჯამში გამოგფიტავთ ამიტომ ეს ვარ მოხდა შეუხამეთ თან დასვენება თან გართობა და თან საქმე აი მაშინ გადასარვათ იგზნობ თავს და გადასარვათ წავა ეს კვირა რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა წლის განმავლობაში ეხლა გეომაგნიტური დაგვავიწყდა 4 დღე გვაქვს ჩვენ სამშაბათი 4 შაბათი შაბათი და კვირა აი კვირას განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ რომ ეს არის უკვე მზის დაბნელების წინა დღე და აქ თუ რაღაც პრობლემები იქნა დაუშვათ მით უმეტეს და ამ დღეების განმავლობაში წნევასთან დაკავშირებული დისკომფორტი სწავლების პროფილაქტიკა და ცოტა მეტი დასვენება საჭირო ეხლა რაც შეეხება კუროს ნუ კუროზე ჩვენ აღვნიშნეთ რომ ერგოტონუსი ეხლა დაბალი აქვს ამიტომ გინდა არ გინდა კურო იგზნობს რომ მეტად აქვს სურვილი დასვენების მეტად აქვს სურვილი რომ დაიძინოს მაგალითად აღადგინოს ეს ენერგიები და ხარჯველი ანუ ფიზიკური პრობლემა აქვს უფრო მეტად ის რომ ადვილად იღლება მაგრამ სამოგიეროდ საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდი შეიძლება კუროს უნდა თუ არა მოხდება ყურადღების ცენტრში ამ პერიოდში ჩაერთვება აქტიურად საზოგადოებრივ საქმეებში და ან შეიძლება საინტერესო მოლაპარაკებები აწარმოოს და საინტერესო კონტაქტების დაამყაროს და თუ არა ესეთ სურვილები გაუშვეს რაც მას საერთოდ არ ახასიათებს ექსპერიმენტების განწყობაზე შეიძლება დადგეს ამიტომ პერიოდი საკმაოდ კარგია საქმიანი კუთხითაც ურთიერთობები თანამშრომლობა ყველაფერი აძლევს საშუალებას რომ აქაც ფინანსურადაც გააძლიეროს სხვა საკითხების გადაწყვიტოს უუნდ ჩემი თხოვნა დასვენებით იმიტომ რომ თუ გადაიღალა კურო მე ცუდად მუშაობს მისი ტვინი ორი ნიშანია მერწყული და კურო ვისთვისაც უძილობა არ შეიძლება კატეგორიულად საერთოდ წაშლილია მე სხვები უფრო ადვილად უიტანენ ამას აი ეს ორი ნიშანი არა ამიტომ თან დაასვენეთ საკუთარი თავი ეხლა თუ კუროს აქვს საშუალება სხვა ჩვენსო საერთოდ დაისვენოს შვებულება აიღოს ძალიან კარგი ვარიანტი იქნება 1-2 კვირა ამისთვის და გამოიძინოს აღივსება იმ ენერგიები და მაგრამ მზად იქნება უკვე კუროს პერიოდისთვის თუ არა და მაშინ საქმეც გააკეთეთ მაგრამ თან აუცილებლად დაასვენეთ საკუთარი თავი რომ შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი და 18-ში 17-18 ჩვენ ცოტა წინ უსწრაფ ხა გვაქვს საკრალური პერიოდი განსაკუთრებით კუროსთვის რატო აქ ხდება ზუსტი შეერთება გამარჯვების პლანეტა იუპიტერის ფარველი ანგელოზის და პლანეტა ურანის კურო ზოდიაქოში ესეთი ვარსკვლავური დრო ძალიან იშვიათია რომ უცაბედი წარმატებული მოულოდნელობა რომელსაც ფარველი ანგელოზი ფარველობს უცებ დაატყდეს თავს ვინმეს ეს ყველასთვის იქნება ძალიან მაღალი დღეები ძლიერი დღეები ჩვენთვის განსაკუთრებით კუროსათვის ეს წინდა წინ ინფორმაცია ხარ რაც შეეხება ტყუპები ძალიან აქტიურია, ძალიან ენერგიულია, ძალიან ქარიზმატულია. უამრავი იდეები აქვს ერთი მეორეზე უკეთესი, მაგრამ ხშირად ურთიერთ საწინააღმდეგო ამაშია პრობლემატური იდეებს რა უყოთ, აი რო იტყვიან ამაზეა ნათქვამი. ძალიან კონტაქტური, კომუნიკაბელური, მრავალფეროვანი შეხვედრების დროა. ეხმარებიან პარტნიორები, მეგობრები, ყველა მხრიდან იღებს დახმარებას და ძალიან კარგი პერიოდია სიახლებისთვის. შენ მაგათად ვერ იცნოთ უცებ გაიგეთოს პლასტიკური ოპერაცია, უცებ შეიცვალოს დასაცმელი და ჩაცმულობის სტილი, ხო? უცებ რაღაც მოდერნისტული იდეები გაუშვეს ამა თუ იმ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან საინტერესო სიახლეების ახალი შეიძლება თანამდებობა დაიკავოს, შეიძლება ახალი საქმე დაეწყოს, ან ორიგინალური მეთოდოლოგია იპოვოს მაგათაც სწავლების კუთხით თუნდაც, ხო? ანუ ეს არის სიახლეების პერიოდი, მაქსიმალური კონტაქტი მათ შორის ინტერნეტთან, მაქსიმალური კონტაქტი მეგობრებთან. მეგობრული თანადგომა აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის და ზოგიერთი მეგობარი ძალიან საინტერესო იდეას მიაწვდის. ერთობლივი მათი პარტნიორული თანამშრომლობას იქნება მეტად ნაყოფიერი ამ პერიოდში. რაც შეეხება კირჩხიბებს, აი კირჩხიბები როგორც კურო განიცდიან რას? ნაკლებობას ენერგიის. ამიტომ დასვენება, გამოძინება მათთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს დახარჯული ენერგიის აღდგენა. რატო არის მნიშვნელოვანი? თორე ახლა სხვა პერიოდი რო ყოფილიყო, მე მაგალითად ვეთყოდი კირჩხიბებს რომ საერთოდ შვებულება ან საერთოდ დაანებეთ საქმეებს ყოველგვარი საქმეში შემოიფარგლეთ. ახლა ვერ ვამბობ ამას. რატო? იმიტომ რომ საქმეებში კარგი წარმატებული პერიოდი აქვს მათ. შეიძლება უცებ მათ ცხოვრებაში გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, რომელიც აბსოლუტურად შეუცვლია მსოფლმხედველობას. ეს არის მათი მსოფლმხედველობის ტრანსფორმაციის პერიოდი. ახალებურად შეხედავენ მოვლენებს, შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადებები მიიღონ, მათ შორის საქმესთან, ბიზნესთან, დაუშვათ პარტნიორ ურთიერთობასთან დაკავშირებით და ამიტომ აქ შესაძლებლობები მისცა რომ განაახლონ ცხოვრება, რაღაც ახალი იდეებს მოგიდონ ხელი, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბონ, სხვათვის გაუშვებესავენ ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რაც მათ შემდგომ ორ წინსვლაზეც აისახება, ამიტომ საქმიანი შანსები საკმაოდ კარგია. თავარია არ გადაიღალონ.
Იმიტომ რომ ვიმეორებ გადაღლის შემთხვევაში ადამიანი ადვილად უშვებს შეცდომებს. Აი ეს რო არ მოხდეს. ლომს რაც შეეხება, ლომს ახლა ვერ გააჩერებთ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქტიური ენერგიული ნიშანია, იმიტომ რომ ეხლა რო იტყვიან, მას ჭირდება 3-4 საათი ძილი, მეტი არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ენერგიულია, სწრაფად ხდება დახარჯული ენერგიის აღდგენა მასში და ძალიან კარგი პერიოდი აქ თუ მაგათად ყავს ვიღაც დაუშვათ თუნდაც ბიზნეს პარტნიორი უცხოეთში. აი მისგან შეიძლება მიიღო ძალიან საინტერესო წინადადებები. ეს არის სწავლის, კარიერული განვითარების, პარტნიორული თანამშრომლობის პერიოდი, მგზავრობა, მოგზაურობისთვის უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა. აქ შეიძლება სხვათა შორის სწავლა თუ აქ საშუალება ისწავლოს უცხოეთში, იქნება ძალიან კარგი უცხოენების ათვისების კუთხით. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, როგორც ლიდერი, იქნება ძალიან ქარიზმატული და კარგი ორგანიზატორი. ამიტომ შეუძლია საკუთრებად აამაღლოს თავისი ავტორიტეტი და ყველა მხრივ წაეწიოს წინ პერიოდი უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ქალწულს რაც შეეხება ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს. ჯერტი ერგოტონუსი შედარებით დაბალი აქვს, მაგრამ ნუ ახლა ეს არ ნიშნავს ქალწულისთვის, ის მაინც იშრომებს. თქვენ ეს ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ მაინც ქალწული ავად ხდება მაშინ, როცა არ შრომობს. და ის ცუდად როა და შრომობს, იმაში უკეთესია. არ იღლება არასოდეს. აი, არა, იღლება, მაგრამ უკეთესად არის მაინც გაუფილია. აი, იმით რომ რაღაცას აკეთებს, ნუ ქალწულისთვის წარმოუდგენელია რამე არ აკეთოს. აი, კუროსო შეუძლია წამოწვეს და როთი ვაღუფილი, აი, ქალწულისთვის ეს წარმოუდგენელია, ტრაგედია ეს. ამიტომ რასოღონდ ის შრომებს საქმესაც გააკეთებს და სხვა შორის ექნება კიდეც საქმეები, რატო პირველში უკავშირდება ძველ ვალებს, ვალდებულებების შესრულებას და ჯარიმების გადახდას. ამიტომ ფინანსურ პრობლემებთან იქნება ცოტა დაკავშირებული, ანუ ხარჯი ექნება მეტი. და შემოსავალი ცოტა ნაკლები. ამიტომ რასოქოლეგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორმე მოიზიდოს ფინანსები ჩაერთოს იმ იდეა პროექტებში, რომელიც მოუტანს ამ ფინანსებს, რომ როგორმე ეს გადასახადები დროულად დაფაროს და ამ ხრივ ასე ვთქვათ დესტაბილიზაციას ადგილი არ კონდეს ფინანსური კუთხით. და კიდევ, თუ მას აქვს პარტნიორული თანამშრომლობა და ერთობლივ ფინანსებთან არის დაკავშირებული ეს თანამშრომლობა, აუცილებლად უნდა აკონტროლოს მისი პარტნიორის ფინანსური მოქმედებები, რომ აი პარტნიორმა ისეთი რამ არ გააკეთოს, რაც მერე ფინანსურ ზარალში გადაიყვანს მათ ერთობლივ ბიზნესს. აი ამის კონტროლი აქ აუცილებელია. რაც შეეხება სასტური ძალიან ეფექტურია, ძალიან ვთქვათ დიპლომატიურია, საოცრად მიმზიდველია და ძალიან ენერგიულია. ენერგოტონუსი მატულობს, შემთხვევამ მდგრადებს, ეკონომიკურად სტაბილურდება. ამიტომ შანსები წარმატებისა მაღალია, მაგრამ რაზეა დამოკიდებულია შანსები წარმატებისა პარტნიორულ ურთიერთობებზე. გინდათ პირადი სასკვალო, გინდათ საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. აი, რაც მეტად კარგია, მით მეტად იმ პარტნიორებს მოაქვთ ის დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები, წყაროები, პარტნიორთან ნაცნობობა, მათი კონტაქტები სწორად ეხლა სასწორთაცის კვილზე ასხავს წყალს და აძლევს მათ ძალიან კარგ დივიდენდებს და შესაძლებლობებს. ამიტომ პარტნიორულ თანამშრომლობას და ურთიერთობას მაქსიმალურად უნდა გავფრთხილდეთ ამ პერიოდში. ეს არის მთავარი წარმატების მათი ფაქტორი. თუმცა, როგორც შემოქმედი იქნება ძალიან კარგი. აი ხა დავუშვათ თუ არის მხატვარი, თუ არის მსახიობი, რაღაც რეჟისურაში, მუსიკაში, შეუძლია ძალიან კარგი შედევრები შექმნას და საოცრად კარგად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი ნიჭი. სხვა შორის ქორწინებისთვისაც სასწორისთვის უაც არის ცუდი პერიოდი. ესეც აღმოჩნდა. რაც შეეხება მორიელს სხვა გასაჭირი აქვს. ჯერტი ერგოტონუსი აქვს ცოტა დაბალი. ამიტომ ცოტა ადვილად იღლება და გამოძენების მომენტი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღადგინოს დახარჯული ენერგია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. პარტნიორი, რომელთან ერთად იგი მუშაობს და უშუალოდ თანამშრომლობს, თან უბრალოდ კოლეგაა, ხო? და რაღაც საქმეს აკეთებენ. აი ეს პარტნიორი შეიძლება ჩამოშორდეს დისტანციას. ანავად გახდეს რაღაცა სხვა მიზეზებით და იმის საქმე ნახევარგზაზე მიყვანილი იქნება ისო მორიელის გასაკეთებელი. ამიტომ მორიელს თავისი საქმეც ექნება და პარტნიორის საქმეც გასაკეთებელი. ამიტომ ზეგად აღლის ძალიან ისეთი დიდი პერსპექტივა აქვს. არა და ნიშნულოვანია რომ თან არ გადაიღალოს, იმიტომ რომ შეცდომები არ დაუშვას ამ ფონზე. თან ეს ორივე გააკეთოს, იმიტომ რომ ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული მისი შემდგომი პროფესიონალური წინსვლით და კარიერული განვითარების პერსპექტივები. ამიტომ ეს უნდა ისე მოახერხოს, რომ ზედმეტად არ გადაღალოს საკუთარი თავი და ამ გადაღლის ფონზე კონფლიქტები არ შექმნას. მაშინ გაცილებით უფრო წარმატებული იქნება ეს კვირა მისთვის. და რაც შეეხება ესეთ ნიშანს, როგორც წარიმშულოსანი, აქ კიდე სხვა გასაჭირი გვაქვს, დადებითი გასაჭირი. რა, ჯერტი ზე ენერგიულია, ზე აქტიურია, ზე კომუნიკაბილურია, ზე გონება მახვილია, სასწაულად ოპტიმისტურია, ყველაფერი გამოდის. იდეების რეალიზაცია გინდათ პროფესიონალური წინსვლა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ქარიზმატული, ძალიან საინტერესო შესაძლებლობებით სავსე პერიოდია, ოღონდ ზედმეტად ბევრია. ამაშია პრობლემა და არჩევის პრობლემაა. რატო? მაგალითად, პირად ურთიერთობებში.
ახალი სასკვალო ურთიერთობების ტენდენცია აქვს მაღალი რომანტიკული კავშირების, მაგრამ აქვე ჩნდებიან ძველი სასკვალო პარტნიორები, მივიწყებულები. რაკნას ახლა. ესე იგი ჩვენ ვიძინებთ და მშვიდოსანი რა დღეშია, ბატონო. მოკლედ. ერთი, მაგრამ მარტო ეს რო იყოს ცოტა ხანი. მარტო ეს რო იყოს კიდე არა უშავს. საქმეც იგივე ვარიანტია. ახალი იდეები, პროექტები, ახალი პერსპექტივები მოდი და წინადადებები და უცებ ძველი წინადადებების მივიწყებული იყო საკმაოდ პერსპექტიული. რაკნას ამას მოკიდოს ხელი ორივე ერთად როგორ შეასრულოს აქეთ კიდე სასკვალო ურთიერთობების მთელი ბუმია აი რაკნას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მან ეხლა აქ შეცდომები არ დაუშვას ცოტა ისიც მოასწროს ძალიან არაც არ გადაიღალოს შეცდომები არ დაუშვას ნუ აი მის მარიფატზე ახლა დამოკიდებული რომ შანსები არის ძალიან ბევრი ძალიან წარმატებული ძველისგანაც ახლისგანაც პირადულშიც და ასევე ასე ვთქვათ საქმეში მაგრამ ნუ ამან არ უნდა გააფუჭოს არსებული ურთიერთობები და სხვა კიდე პარამეტრები რომელშიც იგი არის აი აქ რამდენად შეძლებს ოქროს შუალედის პოვნას მitmetად იქნება ბედნიერი და წარმატებული საოცარია ხო კვირის ბოლოს უნდა მოვიკითხოთ ჩვენ მშვილდოსნები როგორ გაიარეს ეს კვირი მოვა დღეს გავამზადებთ ეხლა რაც შეეხება უკვე ისეთ ნიშანს როგორც არის თხისკა თხისკაზე საერთოდ ძალიან ცუდად მოქმედებს აი ეს ცეცხლოვანი ენერგია ვერძისა ცოტა უჭირთ ვერძებთან ურთიერთობა ამიტომ ზედმეტად აღგმებულია მოდი ასე ვთქვათ ხო ამიტომ ზედმეტად ემოციურია ამ პერიოდში მაგრამ ენერგოტონუსი თან დაბალი აქვს შესაბამისად ესე იგი მე ვთხოვ რომ თან უნდა დაისვენოს აღადგინოს ენერგია მაგრამ თან ეკნება უამრავი ისეთი საქმე რომელსაც მაგალითად სულაც არ აპირებდა ეს არის ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხები მაგალითად სანტექნიკა გაფუჭდა ელექტროტექნიკა გაფუჭდა ამას წავალ შესაბამისი ფული დრო ენერგია და შენგო ამის მოგვარება ამის გარდა შეიძლება სახში სარემონტო საქმიანობის წინაშე დადგეს ან მოიწყოს ლამაზად თავისი დიზაინი ბუდე მაგრამ ეს ისევ ხوارჩთან ეკნება დაკავშირებული ხო დამშვენ რამოდროულად არ გააფუჭოს თავისი ზედმეტი პირდაპირობით და სიხისტით და სიჯუტით ურთიერთობა ნაცავებთან და რა ნაცავრი კავშირების ერთიანობა ძალიან ბევრად განაპირობებს მის შინაგან მდგრადობას იმიტომ რომ თუ არ აკონტროლა ემოცია მეორეპე შინაგანი ვერძული ცეცხლოვანი ენერგიების გაღიზიანება მასში შეიძლება გახდეს კონფლიქტის საბაბი მით უმეტეს თუ ის მამაკაცია და აღიზიანებს ქალბატონი რომელიმე და ქალბატონი ბეხლა ძალიან გაღიზიანებულები არიან აქ თუ ვერ მოითმინა შეიძლება ძალიან სერიოზული ურთიერთობები გაუწყდეს და იყოს ამ ხრივ ყურადღებით ეს სანტექნიკზე გამახსენდა ყველაზე კარგი სანტექნიკოსი რომელი ნიშანია სანტექნიკაში გენიალურია ჩემო კარგო როგორც ტყუპები ასევე მერწყული ესენი ტექნიკასთან არიან საერთოდ ძალიან ახლო და ხელი აქვთ ოქროს მით უმეტეს თან შეიძლება იყოს სხვა ადამიანიც აი მთავარია პლანეტა მარსი საქმიანობის მმართველი პლანეტა იყოს ტყუპებში ან მერწყულში შეიძლება იყოს ამ დროს თხისკა მაგრამ იქ თუ არის მარსი ძალიან კარგია ზოგჯერ ისედაც კარგი სანტექნიკოსი არის დეფიციტი და იქ თუ დავიწყეთ რომ მარსის ატყას სანტექნიკოს და პირადი რუკი შედგენა ხო წარმომიდგენია მერწყული მარსის გარეშე მერწყული ხავარია მზე მაინც ვიცოდეთ პირადი რუკა აუცილებლად არა ნუ ახლა ჩვენ ყველა ქალაქი პატარა ჩვენ ყველა კარგად იცის ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი და არის უკვე ეს აპრობირებული ოქროს ფასი კიდე იდეს აბარა ეხლა მოდი ამუშოთ უკვე მერწყულს სხვა გასაჭირია აქ პირველ რიგში ძალიან ენერგიული, აქტიურია, ქარიზმატულია, წარმატებულია, კომუნიკაბელური, მაგრამ ფესდება ის რაც აქ. სიახლეების დროა. მას უნდა რაღაც ახალი. იგივე ურთიერთობა, მეგობრული წე ყველაფერი კარგი აქ, მოუპილია, მაგრამ აღარ აწყობს. მოფესდა ეს ყველაფერი უნდა ახალი. ახალი უფრო მაღალი დონის ურთიერთობები, ახალი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა, რაღაც უფრო მაღალი დონის კოლეგები, მაღალი დონის დაუშვათ მეგობრები და ამავდროულად. აი მთავარი აქ ახლა ისე არ მოიქცეს, რომ ესეც არ გაანაწყენოს. ეს ძველი მეგობრები პარტნიორები და ახლებიც თუ შემოვლენ ისე რომ ამათ შორის ჯაჭვი არ გაწყდეს და სერიოზული პრობლემები არ შექმნას და აი თუ ამას მოაგვარებს მაშინ იქნება ძალიან წარმატებული თუ არა და ერთი მეორეს დაუპირისპირდა ამას შეიძლება ცოტა დაძაბოს თლიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდი თავისების ენერგოტონუსი საკმაოდ დაბალია მაგრამ მოხდება ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აქაც ექნება ფინანსური ხარჯი. მათ შორის შეიძლება იყოს დაუშვათ ჯარიმების გადახდის აუცილებლობა, იგივე დაუშვათ ვალების დაბრუნების აუცილებლობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ზედმეტ კაპიტალდამონებებს ინვესტიციას ადგილი არ კონდეს. თუმცა ის რომ შეუძლია მეტნაკლებად შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა ეს არის. სამაგროდ შემოქმედებითი კუთხით პერიოდი კარგია, მაგრამ თან ცოტა გამოაძინოს საკუთარი თავი და დაასვენოს. კეთილი, ესე იგი საქმეებს უნდა შეეშვას თევზები და ლექსების წერას მიეწალოს, როგორც მივხვდი. გადასანები იქნება, ნუ კუროს უნდა ისვენებს, თლათ უკეთეს. ხლის ნიშნებსაც ვაძინებთ. აი ერთადერთი მშვილდოსანი.
ამ კვირაში უდოსანი ვიყავი ბატონო მიხეილ. თავისებურად არა, ამ ნიშნებს უბრალოდ გადასაწყვეტი, იმდენად ბევრი კარგი შანსები აქვს, რომ უნდა გადაწყვიტონ სწორად. დილემები, დილგამოწვევები გექნებათ და უნდა გავუმკლავდეთ. მადლობა ყურადღებისთვის, ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებულია ამ ფორმატში ჩვენ ერთმანეთს მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით.